გივით არგამაძე თავისუფალია 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ მან რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. პოლიტიკოს საპატიმროსთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. ის საჯელს სულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის იხდიდა. ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც საჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის. მერე შემოგვიერთდნენ რომეო, ლილუაშვილი და ღარიბაშვილმაც ვერ მოითმინა, უთხრა ჟურნალისტებს და არგამაძემ. საქართველოში პუტინის რეჟიმის მიერ დევნილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს. მიხაილ ტიმოფეევს რუსეთში დაუსწრებლად 22 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა. მედიის ცნობით ტიმოფეევი 23 იანვარს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილსა და ეგრეთ წოდებულ წითელ ცირკულარზე დააყრდნობით დააკავეს. ამერიკული ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი გამანადგურებლებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა და ირანზე დარტყმის რადიუსში იმყოფება. ტრამპმა აიათოლას რეჟიმი რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ ამერიკული არმადა ირანისკენ მიემართებოდა და ეს სიფრთხილის ზომები დახსნა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გამოყენება არ მოუწევდა. უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საწარმოში ერთ-ერთი რეზერვუარი დაიწვა, თავდასხმა დრონებით განხორციელდა.